დედაქალაქის მთავრობის ხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში მერიაში ხდომას დავით არმანია უძღვება შეხვედრას სხვადასხვა რაიონის გამგებლებიც ესწრებიან. ერთ-ერთი მთავარი საკითხი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა. ეკო მაღრაძეს ხვდავს პირდაპირ ეთერში. ეკო, თუ არის ცნობილი, ვინ იქნებიან ამ საზოგადოებრივი საბჭოს წევრები და რა ფუნქცია ექნება მას? ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საზოგადოებრივი საბჭო ხელს შეუწყობს მოქალაქეების ჩართულობას სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტის პროცესში. დამატებითი ფუნქციები ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე მერიაში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და სწორედ ეს ჯგუფი განსაზღვრავს, თუ რა მიმართულებით იმუშავებენ საზოგადოებრივი საბჭოები. ცნობილია ის, რომ საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თავდაპირველად ასეთი საბჭო შეიქმნება საბურთალოს რაიონში. ეს იქნება საპილოტო პროექტი, რომელიც სავარაუდოდ უკვე სხვა რაიონებშიც გავრცელდება. მოვისმენთ ინფორმაციას საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო და კარგი წინადადებაა და სხვა რაიონული გამგეობების ბაზაზეც და გამგეობებთან უნდა გავაკეთოთ საზოგადოებრივი საბჭოებიც, ისევე როგორც მაქვს წინადადება და მუშაობთ შემადგენლობაზე თბილისის მერიასთან საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირების შესახებ. ასევე მინდა ვისაუბრო და გავაკეთო ძალიან საინტერესო ინფორმაცია სოლიდარობის ფონდისთვის თბილისის მერიის შეერთების თაობაზე. საზოგადოებრივი საბჭოს პრეცედენტები საქართველოში არსებობს მრავლად, თუმცა აღმასრულებელ შეერთებასთან არც პრეცედენტი არ აქვს. ეს ძირითადად საკრებულოების დონეებზე იყო. ეს ემსახურება მოსახლეობის ჩართვას გამგეობის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი, მათზე ინფორმაციის მიწოდება. თბილისის მთავრობის ხდომა მერიაში უკვე 1 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიმდინარე კვირის ბოლოს მერიის წარმომადგენლები შეხვდებიან კომპანია City Park-ის ხელმძღვანელებს და მათგან მოისმენენ ინფორმაციას კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით. მადლობთ, ეს ეკო მაღრაძე იყო.